იგრძენით ტკივილი გულმკერდის არეში. არ დაკარგოთ დრო. გამოიძახეთ კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარება გული. ტელეფონი 294 0011. საგამოშტობის მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია ცხელი ხაზი დღეს სტუდიაში ვიმუშავებ და შესაბამისად გადაცემას ცხელ ხაზს გაუძღობთ მეერაბ მეტრეველი და ალექსანდრე ელისაშვილი. გამარჯობა მეერაბ. საეთეროდ კაი სალამს გეუბნები. მოგესალმები ალეკო, მოგესალმები ჩვენს მაყურებელს და ვეტყვი რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ გადაცემაში ქართული ბიზნესის ბედის შესახებ, როგორია ბიზნესის ბედი საქართველოში, რა პირობებში უწევს ქართულ ბიზნესს განვითარება. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლების მიმართ ბიზნესზე ზეწოლის მრავალი ბრალდება არსებობდა. კონკრეტული ბიზნესმენები ყვებოდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ მათ საქმიანობაში ჩარევისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ. ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნეს სექტორთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აღარ მოხდებოდა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესში ჩარევა. ხელის ფათური. რა პირობებში უწევს დღეს ქართულ ბიზნესს განვითარება, რა პრობლემები არსებობს ამ კუთხით, რას ამბობენ თავად ბიზნესმენები და რა ფუნქცია ექნება ბიზნეს ომბუდსმენის აპარატს ქართული ბიზნესის განვითარების გზაზე. დღეს გადაცემაში ცხელი ხაზი ამ თემაზე ისაუბრებენ ბიზნესმენი და პოლიტპატიმარი, უბრალოდ ყოფილი პოლიტპატიმარი ბაკურ კიღურაძე და ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია და ირაკლი ლექვინაძე. სტუმრებიო და მოგვიანებით შემოგვიერთებიან, მანამდე კი კითხვა, რომელიც უკვე ჩანს ტელეეკრანებზე, ტელევიზორებში. არის თუ არა საქართველოში ბიზნესი დამოუკიდებელი? დიახ, არა, მიჭირს პასუხი. ეს არის სამი ვარიანტი, რომელიც შემოგვითავაზებია თქვენთვის. გათავისუფლდა თუ არა ბიზნესი? პირველი შეხვედრაზე ესეთი რამ თქვა ივანიშვილმა, თუ ნახავთო რომ ხელისუფლება გეკონტაქტება თუ აყვირდითო, რომ მაუპატიურებენო და ეს იქნება და ორჯერ შეხვდა თუ ორჯერ მეორე და შეხვდა. კი ბატონო, თუმცა უმცირესობა ყვება იმის შესახებ, რომ ხუხაშვილზე რაღაც ლეგენდებს არ ვიცით ახლა ეს ლეგენდა თუ სინამდვილეა, ნუ ხუხაშვილი უარყოფს, უმცირესობა ამბობს, რომ ბიზნესმენები მიდიან ხუხაშვილთან და ასე შემდეგ და იქ რა ხდება არავინ იცის. პრინციპში ბატონმა გიემაც არ უარყო, მაგრამ თქვა რომ თავად მოდიან და მე რა ვქნაო. ამაზე მე ხუმრობა გაჩნდა თუ არ ვსებ ლევან კალანდაძე ხუმრობდა რომ ბიზნეს მამა უაგია ხუხაშვილი ახსარებებს იბარებს. ბიზნეს ვინ არისო? ბიზნეს მამაო. ახსარებებს იბარებს ბიზნესმენებისგანო. თავად გია ყოფილიყო ბატონო გია ჩვენი სტუმარი, თუმცა ავად არის და უსურვეთ გამოჯამთელებას. შემდეგ თავად გია ხუხაშვილმა მითხრა, მე არ ვიცოდი რომ თურმე ასეთ ტერმინი გაჩნდა ბიზნესის გახუხვა. მისი გვარიდან გამომდინარე. ნუ მოკლედ ბევრი ჭორმართალი დადის, კარგი იყო ბატონი გია ყოფილიყო ჩვენი სტუმარი და ეთქვა ამაზე. ხო, მე მაგალითად სულ მოუწოდებ ყველა ბიზნესმენს, თუ ვინმეს არ ვიცი ხა რომელ კაბინეტში სად და რომელ ოფისში, მაგრამ თუ ვინმეს ახალი ხელისუფლების წარმომადგენელმა წილში ჩაჯდომა გთხოვათ თუ რაც არის და გეყოფათ იმის გამბედაობა რომ მოხვიდეთ, აგერ ჩემო ბატონო ტელევიზია, ტელეეთერი და ღმერთი რჯული მოგექნებათ საშუალება მოყვეთ ეს ამბავი და ერთად ავტეხოთ განგაში, იმიტომ რომ ასე იწყებდა ძველი ხელისუფლებაც მახსოვს დაბარებები. მე ერთი ამბავი გახსოვს ნაციონალური მოძრაობის ერთი ის რომ რაღაცა გივის რო ახსენებდა და რომ დაიჭირეს და ის ღორიო სააკაშო რო თქვა და წივის გადაბერი ფორმის ამ და გივით არ გამას გულისხმობ. მოკლედ მაშინაც ესე მიდოდა. ვინმეს თუ გეყოფათ გამბედაობა და ვინმე თუ ამ ხრივ შეგავიწროვეს და გადაფორმება, გადმოფორმება, წილში ჩაჯდომა და რაღაცა ჯანდაბა და დოზანა მოგთხოვეს, აგერ ეთერი მობძანდით და ხმამაღლა ერთად ვიყვიროთ და გავაპროტესტოთ ამის თაობაზე. სრულიად გულწრფელად ვამბობ ამას და ამისკენ მოგიწოდებ თუ ასეთი რამ არის ვინაიდან ასეთი რამ იქნება დაუშვებელი რომ ახალმა ხელისუფლებამ ძველი ხელისუფლების გატკეპნილ ბილიკზე იაროს ამ თვალსაზრისით. შენ თუ ხსმენია კონკრეტული რამ? არა, კონკრეტული ჯერჯერობით არ ხსმენია, ნახოთ საბოლოო ჯამში რა იქნება, თუმცა ეს ხო ხდებით როგორი პროცესია რომ თუ ზეწოლა ხდება ბიზნესმენები იშვიათად ამბობენ, თუ ციხეში არ აღმოჩნდებიან, ციხეში სანამ არ აღმოჩნდებიან, მაგრამ როზე არ ამბობენ. ხო, რო არ ამბობდნენ, იმიტომ იყო რომ ერთმა წაუყროა მეორე მესამემ და მე გადატეხეს საერთოდ ეს რო არ თქვა უბრალოდ არ შემიძლია რა დღეს თავდაცამინისტრომ რო კადრებია ჩვენა ეს აღამოა ამით მოცული ვარ რომ Range Rover-ები რო ცვენა და იქ რაღაც ამერიკული ჯიპები რო იყო რაღაც დაჯავშნული ყოფილა მაქედან ამდენიმე და 9 მილიონად და $200,000 და ასე შემდეგ ხომ არ ნუ ერთი იყო და კაბინეტები სადაც
ბარის კამები და ბარი იყო. არა, ბარის კამი და ჯაკუზიც გავიგე, ჯაკუზი, აქ უბრალოდ და ჯაკუზი ხონდა. ორკაციანი საწოლი კაბინეტში სამსახურში მე პირველად ვნახე. საფა თუ რა ქვია მას? მინისტრი არის ორი. ორკაციანი საწოლი ორი იყო. ეს გავიგე. ყველაფერი. არა, ბარის ის რა თუნდა მინისტრის კაბინეტს კი ბატონო ბარი. კი ბატონო რა, დასალევად და საშარაფოდ ხარ. ორკაციანი საწოლი და კარგი და ის თუ გაიგე. გამიგია ეროვნული მართვის ცენტრი კონდეს ბარბარიზმის, მაგრამ სპავნა კარგად უხდება. საძინებელი ოთახი ცუდა ჭრე. სპავნა, რა საჭიროა კაბინეტში? ნუ დივანი წამოსაწოლად გავა. არა, ყველაზე უფრო მაგარი იყო მიკროავტობუსი რო იყო, მინივენი იმის, რა ქვია, მერსედესის, რომელშიც გადაგვიხდია, ჩვენ გადაგვიხდია 440,000 ლარი, ახალაიას მოუნდა და ჩვენ გადავიხადეთ, მისი ერთ-ერთი ყუშტურიც დავაკმაყოფილეთ და რა იყო ეხა ერთი დიდი მონიტორი, დიდი დინამიკები და Sony-ს PlayStation-ი. ეხა თუ ასაკობრივი ხალხი არის, აი კომპიუტერი ბავშვები თამაშობენ ხოლმე PlayStation-ზე და სათამაშები არის ხან ისური ხან რაღაც დაძვრები და PlayStation-ი ქონდა მინისტრს და აგერ განცხადება გაურცელებია იმის თუთფერდის მეშვეობით, რომ ახალმა მინისტრმა არც კი იცისო რომ ესო კომფორტის ნივთები და ის კი არისო, ესო უფრო უკეთრო გემუშავაო იმისთვის იყო PlayStation-ში კაი მეოთხე ტურში რო გახვიდოდი რომელიმე თამაში, აი მაშინ დაერხევდათ რუსებს და იმიტომ იყო რა, აი აქამდე ხო ყოფაუტირეთ რუსებს, რა აი ეგ არის რა, ეგ არის. უბრალოდ არაცალეს ახალაიას ამ განცხადებაში გულისხმობა ის რომ ახალი მინისტრიო 5 საათი არისო სამინისტროშიო და მე დღე და ღამეს იკვათენებდი და ამიტომ ჭირდებოდა ჯაკუზი და ასე შემდეგ. ამ სახლში არ მივდიოდი ფაქტობრივად იმდეს მუშაობდი. ანუ ეს არის მისი აზრი, მაგრამ PlayStation-ი არ ჭირდებოდა. დივანი რატო არ ეყოფოდა წამოსაწოლად? სამხედრო იმაში არის ეს თი რაღაცა, მულაჟებს აკეთებენ ხოლმე. თქვა ტანკის მულაჟებს გააკეთებ სერბებმა მოკლედ ძალიან ამ ხრივ ბოდიში გამოთქმისთვის და აჭამეს ნატოს ტყუილი ისინი სიაფანდი ასაფრენი ზონები გააკეთეს, გასაბერი ტანკები დააწყვეს ჰაერსაწინააღმდეგო და ნატო ბომბავდა დილიდან საღამომდე ამ რაღაც მულაჟებს. ხო და რუსებსაც რო ეგონოთ რომ ეს PlayStation რას იფიქრებდა PlayStation-ია, ხო იფიქრეს რომ სარაკეტო მართვის ცენტრია, ხო ჩუმად რაკეტები გააკეთაო და აი რა უნდა დააბნიო ისინი, დააბნიო და ეს ალასანი კიდე გამოდგა და ყველაფერი აჩვენა რა, არა და შეგეძლო რომ აი ვითომ ისა რა ქვია და არა, ვითომ ისა რა ქვია, ატომური ბომბი გაქვს და ეს ბირთვული რაკეტის სამართალია. ოღონდ კიდე ერთი ამბავია აქვე ესეც თქვათ. ახალ ხელისუფლებად ახალ ხელისუფლებასაც ძალიან გაუტკბა პრემიები. ხადურის ახალაიას ვეთანხმებით, ხო? პრემიები განცხადებაში, ნუ ახლა ეთანხმებით. ახალაიას კარგად. არა, მე არ ვიცი ეგ რომ მაგის ახალაია არაფერში არ ვეთანხმები. დედამიწის ლოგს. ნუ ახალ ხელისუფლებასაც აი ახალაიას წინადადება მე ჩემი თავისთვის დღევანდელი მინისტრებისგან განსხვავებით პრემია არასოდეს გამომიწერია. რაღა პრემია უნდა და 440,000 ლარიანი ის ყავდა რა ქვია სათამაშო მანქანა და ის რა ქვია გადაადგილდებოდა რაღაცა პრემია უნდა და არ იკლებდა არაფერს 2 საწოლიანი ისინი ქონდა მოსასვენები და ჯაკუზები აქ უბარდია რომ თქვა თელი თბილისი დასწინოდა რომ ჯაკუზი გონდა ნახდათ იმას რა ქვია მინისტრის კაბინეტში ჯაკუზი და რად გინდა ეხა ის რა ხო და ახალ ხელისუფლებასაც გაუტკბა ეს ჩვენი პრემიები და უნდა იცოდნენ და აქ უბარდიან ამას წინ გააკრიტიკა თორსტები გუშინ ერთ-ერთი ჩინოვნიკი რომელიც ერთი თვის მისული იყო ერთ-ერთი ჩინოვნიკი გვარი ეხა რო ხასიათ რო არ შემიშაოს არ და ძალიან ძაფრი რეაქცია ჰქონდა და ეგრე არ არის. ახლა ერთი თვის მისულ ადამიანს რომ 4,000 ლარ პრემიას მიცემ. მითხარით ხასია გვარად. რომელი სამინისტრო აქ ალბათ ამ პროდუსერო ეგეც მითხარი? მეტყვიან. მოკლედ ერთი თვის მისულს და რაღაცა თან თვლიდა თურმე რომ ისეთ პრეტენზიული ტონი მე საუბარი რომ შემდგარა რომ კიო მეკუთვნა. ერთი თვის მისულმა რა გააკეთე? აღორძინე ეს ქვეყანა, აყვავე, რაღაცა ვერ ხედავ. ამაყვავებულ და აღორძინებულს კი არა და აგერ თურმე ეკონომიკა საშინელ დღეში ყოფილა ნისიების ის რაოდენობა გაიზარდა სურაჯაფარიძე თქო მაღაზიაში. მაგარია სურაჯაფარიძე. ჩვენ საყვარელ თემა შეგვიძლია ამ კონტექსტში დაუბრუნდეთ დღევანდელი გადაცემის კონტექსტში ბიზნესი გათავისუფლდა თუ არაო ბენზინი რატო არ იაფთება ამ თემას. იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი თქვათ არგუმენტი ის იყო რომ აი ხელისუფლებას აქვს ზეწოლა ბიზნესზე არის რაღაც კარტელური გარეგებები არის რაღაც ოლიგოპოლიები და ესენი აკონტროლებენ ბიზნესს იქ რაღაც ფული მიდის ხელისუფლებას წილი და აი ეს რომ მოვალთ ხელისუფლებაში დაიშლება ეს მონოპოლიები და ბენზინი გაიარდება 30-40 თეთრი ზედმეც გვახტევინებენ მაგრამ დღეს ვხედავთ რომ კი არ გაიარდა პირიქით 5 თეთრით მოიმატა კიდევ ერთი კვირის წინ აქედან გამომდინარე ეს კითხვები ჩნდება თუ ბიზნესზე იყო ზეწოლა მანამდე და ამის გამო იყო ბენზინი ძვირი დღეს თუ არ არის ზეწოლა და
დაიშალოს ეს მონოპოლიები, რატომ არ იშლება? ნუ მოკლედ ბევრი კითხვა. მოკლედ მივმართოთ ხელისუფლებას ჩემო ბატონო, იმიტომ რომ ვეღარ გავიგეთ რომელს ველაპარაკოთ ამ ვინ არის ამ ბენზინის ფასებზე პასუხისგებელი. ხო იყო ჩემო ყველას კარგად გვახსოვს, ხო გვეუბნებოდით. ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრი რომ არის. არა, ministris მოადგილე. ის აუბრობდა ბენზინზე. დავაწინაურე უკვე. ministris მოადგილე დადიოდა ხოლმე ჩვენთან, მოდიოდა დიდი დასტა ქონდა და ძალიან კარგად არგუმენტირებულად, ლოგიკურად ასაბუთებდა რომ ხელოვნურად იყო ფასი გაზრდილი. მე მისი მაშინ ჯეროდა. ბატონო ლევან, მობრძანდით ისე მოიტანეთ დასტა. ეხა აგვიხსენით როგორ გაძვირდა კიდე 5 თეთრი. ალეკო, ამაზე პასუხი მაქვს უკვე. მე პალიტრის ეთერისთვის როგორც გითხარი გუში გადაცემაში მოვითხოვე ბატონ ლევანის. სასჯელთ ასრულების სამინისტროში მუშაობს ის გოგო, რომელმაც ერთ თვეში პირველივე თვეს აიღო 4000 ლარიანი პრემია. ხასია ის არის დეპარტამენტის უფროსი. ხო, აი ეგ რა წესია. მაგრამ აქ რაზეა საუბარი? ლევან იზორიასთან რო გავაგზავნოთ შინაგან საქმეთა სამინისტროში დავრეკე პრესებს თხოვე რომ მინდა ლევან იზორია გითხარი რა თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს იბარებ რა თემაზე ბენზინის თემაზე. კი ბატონო და დღეს მივიღე პასუხი ასეთი რომ ბატონო ლევანმა შემოგითვალათ რომ ძალიან დიდ პატივს გცემთო თქვენ დიდი ხათრი აქვს რომ მაგრამ ეხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ბენზინზე ვერ ისაუბრებს. სანამ დამიჭერი ხართ გაჩუმდით ხო არა ეგ არა ისეო არა არა ეგ მაგრამ ბენზინზე ვეღარ ისაუბრებს ეხა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა და რაღა დროს ბენზინზე ისაუბრებს აბა ბენზინზე მაშინ რომ საუბრობდა ეხა ელემენტარული ანალიზი გააკეთოს მე რა ჭკვიანი კაცია შინაგან საქმეთა მაშინაც იურისტი იყო და ბენზინის თემა არაფერშუაში იყო მაგრამ ხო დადიოდა ამ ხელას აკაღალდეთ მობძანდით და აგვიხსენით ბატონო რატომ არ გაიაფთა ეს ოხერი ბენზინი. კარგი, მაინც ისეთ მაყურებელსაც მოვუსმინოთ. როგორ მაყურებელს ხო და სიუჟეტი უნდა წარვადგინოთ, გავილექსეთ ჩვენ აქ. ეთერში ხართ გისმენთ. თქვენ რას ფიქრობთ გათავისუფლდა თუ არა ბიზნესი 1 ოქტომბრის შემდეგ? გისმენთ ეთერში ხართ. გამარჯობა, გესმით ჩვენი? არის მის რა მგონი. არის. გამარჯობა, თონკასიან. დიახ. გისმენთ? დიახ, ეთერში ხარ. გამარჯობა, ორი ცხვარი მგელია? როგორ? სადღაც ვაგან მოხდა. ვისმინა. აბანო. მოკლედ სიუჟეტი წარუდგინოთ ჩვენს მაყურებელს. პრემიერ-მინისტრი, მოგეხსენებათ ვინც არის. ბიზნესმენებს თავისუფალ ბიზნეს გარემოს პირდება, რა შეიცვალა ბიძინა ივანიშვილისა და ბიზნეს სექტორის ორჯერადი შეხვედრის შემდეგ რასელიან მომავალში ბიზნესმენები ხელისუფლებისგან და როგორ აფასებენ საქართველოში არსებულ ბიზნეს გარემოს ეკონომიკის ექსპერტები. ეს დეტალები ნახეთ ნინო კვირკვიას და ვახო ვაშაკიძის სიუჟეტში და შემდეგ დავუბრუნდებით ისევ ეთერში და განვაგრძობთ ბიზნესის თავისუფლების თემაზე საუბარს. კერძო ბიზნესში ჩაურევლობის გარანტია, ბიზნესისათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება, საინვესტიციო ფონდების შექმნა, ბიზნეს ომბუდსმენის დანიშვნა, ბიზნესმენებზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მიზნით, გარკვეული რეგულაციების დაწესება, ქართული კომპანიებისთვის უცხოურ ბაზაზე ხელმისაწვდომობა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ეს იმ დაპირებებისა და უკვე განხორციელებული ცვლილებების ჩამონათვალია, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესმენებს მისცა. ბიზნესმენებთან იმ სამომავლო გეგმებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც მთავრობამ საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის უნდა განახორციელოს, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე ორჯერ ისაუბრა. პირველი ოფიციალური შეხვედრა ბიზნესმენებთან პრემიერმა არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ 5 ოქტომბერს გამართა. სასტუმრო ქორთიარდ მერიოდში მან ბიზნესმენთა კითხვებს უპასუხა. ძირითადი თემები, რაზეც პრემიერმა ისაუბრა, თავისუფალი ბიზნეს გარემოს შექმნა, რუსული ბაზრის გახსნა, ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა და სასამართლო სისტემის დახვეწა იყო. გადაძრეს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოში მაქსიმალურად იყოს დაცული კერძო საკუთრება და არ მოახერხოს არც ერთ შემთხვევაში ჩინოვნიკმა კანონის გარეშე და კანონის ზემოდან მოახერხოს ჩარევა კერძო საკუთრებაში და ჩაერიოს კერძო ბიზნესში. ჩვენ მხრივ ეს პირობა მივეცი, მათი მხრივ შევახსენე და ხოვე ეს რომ ვისაც აქვს დამოკიდებულება ფასებთან და მონოპოლიებთან, ვისაც აქვს ურთიერთობა და ვინც მონაწილეობენ კარტელურ შეთანხმებებში, უარი თქვან, რომ ჩვენ აუცილებლად შევებრძოლებით კანონის სახით, მხოლოდ კანონით. ქვეყანა უნდა იყოს კონკურენტუნარიან გარემოში და ყველას უნდა შეეძლოს დაიწყოს ის ბიზნესი, რომელიც მას მიაჩნია, ესე ვთქვათ, საჭიროდ და საინტერესოდ, არ უნდა იყოს ხელოვნური ფასები, ასევე არ უნდა იყოს კარტელური შეთანხმებები, უნდა ჩამოყალიბდეს ანტიმონოპოლიური სამსახური.
მეორე შეხვედრა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ბიზნესის სექტორის გაუმჯობესებაზე და ხელშეწყობაზე ისაუბრა, 19 თებერვალს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. პრემიერმა ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ კერძო ბიზნესში ჩაურევლობის გარანტია მისცა. შერატონ მეტეხი პალასში ივანიშვილმა საინვესტიციო ფონდების შექმნაზეც ისაუბრა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსგავსი ტიპის შეხვედრები და ინიციატივები ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს. მოკლე დროში ბიზნესმა დაიჯერა ახალი მთავრობის და ჩვენ აუცილებლად მოახერხებთ საქართველოში ეკონომიკის აღორძინებას, რამე თუ გადამწყვეტი როლი ეკონომიკის აღორძინებაში სწორედ რომ ბიზნესმენს ეკუთვნის. იყო სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური შეკითხვები, ისე როგორ დავეხმაროთ სხვა ბიზნესმენებს, ან როგორ საგადასახადოსთან დაკავშირებით იყო შეკითხვები, როგორ ფონდებზე ვისაუბრეთ, ბევრი საინვესტიციო ფონდებზე. ეკონომისტი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ბიზნესი პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლებულია. როგორც ლექვინაძე აცხადებს, ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის წარმომადგენლებთან ხშირი კომუნიკაციის საშუალებით შესაძლებელი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მეწარმეთა საკუთრების უფლების დაცვა. ძველი ხელისუფლების პირობებში არსებობდა პრივილეგირებული ბიზნესი და არაპრივილეგირებული ბიზნესი და პრივილეგირებული ბიზნესი, ასე რომ ვთქვათ, სახელმწიფო ჩინოვნიკების მხრიდან იყო მხარდაჭერილი არჩევნების შემდეგ. აი ეს პოლიტიკური წნეხია მოხსნილი, რაც შეინიშნება დღეს ზოგადად ბიზნესში. კერძოდ ერთ-ერთი მაჩვენებელი ისიც არის, რომ ბავშვად მცირე და საშუალო ბიზნესია გამარტივებული, სხვადასხვა ბაზრებზე, სადაც შეზღუდული იყო მოთამაშეების რაოდენობა, დღეს გაზრდილია მათი რიცხვი, იგივე ავტოპროდუქტების ბაზარზე, იგივე შეიძლება ვთქვათ, კვების პროდუქტების იმპორტის ბაზარზე. თავარი მესიჯი, რაც ახალი ხელისუფლებისგან ისმის და მე ვფიქრობ, რომ ეს არ უნდა შეიცვალოს, ეს არის განმხრელი დაცვა საკუთრების უფლების და ნებისმიერი ზეწოლა ბიზნესზე, რომელიც ბიზნესმა აუცილებლად უნდა გააპროტესტოს. აი ეს არის მთავარი, მე ვფიქრობ. დანარჩენი უკვე არის რეფორმებზე დამოკიდებული და ეკონომიკური აქტივობა, ბიზნეს აქტივობა დამოკიდებული იქნება იმ შეთავაზებებზე, რომელსაც და იმ გარემოზე, რასაც დაუშვათ ხელისუფლება შექმნის ბიზნესებისთვის. ახალი მთავრობის მიერ ბიზნესის გაუმჯობესების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს კრიტიკულად აფასებს ექსპერტი პაატა შეშელიძე. როგორც შეშელიძე აცხადებს, ის კანონმდებლობა, რომელიც უკვე დამტკიცებული ან ინიცირებულია პარლამენტში, ბიზნესის შევიწროებას უწყობს ხელს. ყველა ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ან გაკეთდა, ან ინიცირებულია, პირიქით ბიზნესის შევიწროებას და მის რეგულირებას უფრო უწყობს ხელს. მაგალითად, ჯერ ერთი რო გაიზარდა გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი, ასევე შეიცვალა აქციზის გადასახადი სიგარეტებზე, დაგეგმილია ახალი ტიპის რეგულირებების შემოღება, მაგალითად ეხლა იხილება აკრძალვა რეკლამის აზარტულ თამაშებზე და ასე შემდეგ. უფრო დიდი ინიციატივები, რომელიცაა მაგალითად ჯანდაცვის ერთიანი დაზღვევა, ფონდების შექმნა, მაგალითად ისეთი როგორც არის სუვერენული ფონდი თუ სხვა ფონდები, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საბაზრო წილი სახელმწიფო მომსახურების გაიზრდება იმის ანაცვლოდ, რომ გაიზარდოს კერძო. რა პრობლემები აქვთ ბიზნესმენებს და როგორია მათი წინადადებები უკეთესი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად? მათ შეთავაზებებს ამიერიდან ბიზნეს ომბუდსმენი მოусმენს. გიორგი გახარია პრემიერმა 19 თებერვალს შერატონ მეტეხი პალასში გამართულ შეხვედრაზე ბიზნეს ომბუდსმენის პოსტზე წარადგინა. თუმცა მის საქმიანობასთან დაკავშირებით ბიზნესმენთა შეხედულებები არაერთგვაროვანია. მათი ნაწილი აცხადებს, რომ ბიზნეს ომბუდსმენის ინსტიტუტი აქამდეც არსებობდა, თუმცა რეალური ფუნქციები არ ქონია. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ბიზნეს ომბუდსმენი შეძლებს ბიზნესმენების პრობლემების მთავრობამდე მიტანას. ცხელი ხაზი ბრუნდება ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში. მერაბ მეტრეველი და ალექსანდრე ელისაშვილი უძღვებით გადაცემას და ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი თემა. გათავისუფლდა თუ არა და შეიქმნა თუ არა წინა პირობები 1 ოქტომბრის შემდეგ იმის, რომ იმედი ახლა მაინც გვიეკავნის საქმეზე. მოდი მოусმინო. 2-4-4 თუ რაღაცაზე რო ეკავ. გისმენთ ეთერში ხართ ჩვენ თემასთან დაკავშირებით თუ გაქვთ მოსაზრება, შეკითხვა ან ასე შემდეგ. გისმენთ. ალეკო. დიახ. ალეკო. გისმენთ. ძალიან ავტოხარ, კაი ჟურნალისტი ხარ. კაი ხარ. რო ჩამოხავს ეს დიდი ხალხი და პატრიოტული ხალხი და ალაპარიკე მადერა. ერთი გლეხი კაცი მიუჭირე იქადა თბილისში არავარდებიჯო არავინ არის. და უთხარით რომ ეს თქვენ რო ღებულობთ პრემიებს, ხალხი თუ ღებულობს რომ უშოვს პრემიებს უთხარით.
კი ბატონო, პრემიების თემა. ხალხის. კარგი, დიდი მადლობა. პრემიების თემა აქტუალურია, ბიზნესზე უფრო მეტად. თუმცა ალბათ ახალი მთავრობის წევრებს არ მოუშვები პრემიებთან დაკავშირებით. ჯერ რა უგვანი წესია, აი სრული გაბაიბრუება მოხდა პრემიის იდეის, ხო? რაღაც წელიწადში ერთხელ, ხო, რაღაც სამსახურის უფროსმა უნდა გადახედოს, ეს ხო არის პრემიის არსი, რომ ვიღაცამ კარგად კაი ნახევარ წელიწადში ერთხელ ჩანდაბას, ვიღაცამ გადახედოს ხელმძღვანელმა, რომ ამან კარგად იმუშავა, ამან კარგად არ იმუშავა. ყველა კარგად როგორ მუშაობს, ყველა სტრუქტურაში ყოველთვის როგორ მუშაობდა და როგორ მუშაობს. ჯერ თავისთვის წერის პრემიის გამოწერა სამარცხვინოა უბრალოდ და მე ერთი თვის მისული რო ხარ რა გააკეთე ამისთან რაღაც ის მანანა ჩამოყარეზე მოდან თუ რა ვიცი მე რა ქენი ის დაიბრუნე რა ქვია ტუაფსემდე გახვედი თუ რომელ სტრუქტურაში რა გაკეთდა ისეთი რომ ამ 5 თვის თავზე ესე იგი აყვავებული ყველაფერი ისე რომ დაჟინებით ყოველთვის შენ თავს უნდა უწევ საშიშელთა აღსრულების უფროსი რომ მივიდა ერთი თვის დანიშნული არ იყო და იმ წუთში გამოუწერა თავისას პრემია რა ქენი ეს რა იმას ქენი ნორვეგიის სიხეები აშენეთ თუ რა კი ამნისტია ის რომელიც გასაგები არა ჩვენც მუშაობთ ეს ოღონდ ჩვენ დავარ აბა მე მოთხოვ ჯანგირაჟი ბატონო ხო ნუ ეგ ერთ სტრუქტურაში ვარ კაცო აგერ სანთელს უთებ ყველა რეკლამას და მაგედან გამომდინარე კი ვიცით მაგრამ სკოლაში რომ მასწავლებლები მუშაობენ იმათ პრემიებს იმდენს უწერენ გაცილებით საქმეს აკეთებენ ვიდრე ნებისმიერ პრემიებს ხელფასებს არ აძლევენ ნორმალურად რა ხელფასები 200 ლარი და ის რა ქვია 70 ლარით რო გაუზარდეს ნუ კაია ეგეც მაგრამ ის ისლამის დააყვედრეს და კარგით რა კი ბატონო კიდევ ერთ ძახს მოვუსმინოთ და შემდეგ რეკლამაზე გავავდო უკვე სტუმრებთან ერთად დავუნდებით გამარჯობა გისმენთ იმედი ეს მაინც დაგულაპარაკება ბიზნესზე გამარჯობა გისმენთ გამარჯობა იცით რა არის კი ლაპარაკობენ ეგრე მაგრამ აი მე პირადად ბევრი უკმაყოფილო ხმები მესმის ეხლა ამას წინათ მამუკაც იყო გუბიჩი სამეგრელოში 10 მაღაზია თუ რაღაცა დახურეს ჯარმები დაადეს თან დაუქეს და არ ამუშავებენ ხალხს 100 დღე უმუშევრები არიანო და აი რაღაცებს ქეკავენ ეს აი რაღაც წვრილმანებს ბერგან გავიგე აი ესეც ვთქვამთ კიდე რაღა აზრი ქონდაო თუ ერთი კლანი მოვიდა მეორესთან საბრძოლველათო იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გააკეთეს ხადური ისეთი ცოტა ბრიყვიშ დაბეჭდილებას ტოვებს გულახდილად რო გითხრათ ეგ ნაცების დროს იყო ხო ფინანსთა მინისტრის მოადგილე ხო და რაღაც დიდად ესეთი კომპეტენტური რო ვთქვა და პროფესიონალი ტიპიც არ ჩანს და ხის აფიქსება აი ასე ჯარიმებს როგორ იცით აი თვით მიზანი რო დაჯარიმებები გაქვს და ესე ბევრი გაამწარა ესეთი ხმები მესმის და ჯარიმებზე ახდენს ეგ იმას აი ესე თვითმიზნურად რო აქვს ჯარი დაჯარიმება რუსულს და მე მგონი ცოტა უნდა შემოუძახონ რა იმიტომ რომ ნუ მე პირადად მარტო გარეგნულად ლაპარაკობენ თორე საქმით ეგ არ მესმის აი ეს მინდოდა მეთქვა გასაგებია ამ დროისთვის 71.9% ამბობს რომ თავისუფალი არისო ბიზნესი საქართველოშიო და 25% დარწმუნებულია რომ არ არის თავისუფალი ბიზნესი საქართველოში. ეს შედეგები გვაქვს ერთი ზარი და რეკლამა და რეკლამა სიუჟეტი და შემდეგ უკვე სტუმრებთან ერთად დავბრუნდებით. გისმენთ ეთერში ხართ. გისმენთ რას ფიქრობთ არის თუ არა ბიზნესი თავისუფალი? ალო გამარჯობა. გამარჯობა. ისა ბატონო ალიკო. დიახ. იცით რა მინდა გითხრათ ახლა მე რაც მინდა გითხრათ შეიძლება ამ თქვენ შეკითხვას ამ პირდაპირ კავშირში არ იყოს მაგრამ ვერ შევძელი და დაკავშირება საერთოდ ტელევიზიასთან რთულია ძალიან და ამიტომ ძალიან გთხოვთ ძალიან იქნებ ბიზნეს დღეს ქართველები ალბათ დღეს კი არა საერთოდ ყველაფერში ცდილობენ გააკეთონ მე მინდა გითხრათ აი ამ სტიქი დაზარალებულთან დახმარებასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ რომ ესე იგი ნუ არ ვიცი უკმაყოფილებაა ძალიან დიდი იმიტომ რომ ძალიან უსამართლოდ გადანაწილდა მე პირადად ავიღე 130 ლარი მაქვს საფერავი ვენახი და როგორ მოახერხა ჩემი ვენახის დასეტყვა ცეტყვამ რომ 130 ლარის ზარალი მომაყენა როდესაც ხალხს რომელსაც საერთოდ ბალახი უთესია 3000-4000 და შემდეგ მერსედესები იყიდეს ესეც ვნახეთ მერსედესები იყიდეს და ეხლა მე ძალიან მე მინდა კიდე გითხრათ რომ როდესაც ბანკში მიდიხარ აი ბანკის თანამშრომლებისგან აგრესია მოდის პირდაპირ ამის გეჩხუბებიან რა გიხა მომსახურების კულტურა მეორეა კიდევ მარტო თქვენთან არ არის პრობლემა ეს არა სხვა ბანკებში რო შედიხარ ნამდვილად ასე არ არის ეს გაჩუქა და მადლობელი არაგი არახა და თუ გინდა დატოვე და თითქოს ვიღაცა ესე კი ბატონო გვაჩუქა ძალიან დიდი მადლობელი ვართ მაგრამ ეხლა მე შემდეგ თუ არ მიადევნა ივანიშვილმა ამას
ყურადღება და ესე იგი ხალხს ეს მისცა ფულის კეთების საშუალებად. ეხლა მე უკვე ვფიქრობ, რომ ალბათ ვიღაცები შეკრულები არიან და იყოფენ მე ამ ფულს, რომ მე სადაც რომ არავინ არ ამყავს ისა რა ქვია ნაცნობები ამ ოცნებაში, ისე ოცნების მომხრეები ვიყავ მთელი ოჯახი. და მომცეს საფერავი მაქვს, ვენახი და 150, ხო ტყუილს ვერ ვიყავ 150, 200 ძირამდე უნდა ჩავამატო, ისეთი ზარალი მაქვს და მომცეს 120 ლარი. ნუ ეხლა ეს არც საერთოდ ასათაწერია. კარგით. კი ბატონო. გასაგებია, პრინციპში ხა ეს პრობლემაც არსებობს, ბევრი უკმაყოფილება ამ კომპენსაციების განაწილებით, მეორე ვინც მიიღო 3000 და 4000 იმათ მანქანები იყიდეს. კი ბატონო, ხა კომპენსაცია შენია და რაშიც გინდა დახარჯავ ამ ფულს, ბუნებრივია, მაგრამ ბედოულათობა იმის მაგივრად რომ რაღაც თქვათ ჩააბრუნო ეს ფული, ხო, რაღაც უფრო მეტი მოსავალი მოიყვანო და მეტი, ნუ დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ყოველთვის ხვალინელ ქათამს. ხო, ნუ როგორც ჩანს ადმინისტრირებაში იმ ფულის და განკარგვაში პრობლემები იყო. ხა ფიძინა ივანიშვილმა გადაუნაწილა იმას ამდენი და ამას ამდენი, ხა მაგის ფული დასაჯერებელი ფაქტია, მაგრამ ვიღაცამ ალბათ ხელიც მოითხოვა და რაღაცეებიც ხელიც აფათურა და შესაბამისად ქართველები ვარ და ვიცით ესეთი ამბები, აი ოს შეხედული არა ვარ, მაგრამ საყვედურებია. ერთის ხრივ არის ხალხი, რომელიც მერსედესებს ხითულობს ამ ფულით და მეორე ხრივ არის ხალხი, რომელიც ხო ეს ვინ უნდა გამოიკლოს, არ ვიცი, როდესაც კერძო ფულს იხდი, ეს კონტროლის პალატა და ის აღარ მუშაობს. ნუ მოკლედ ეს პრობლემა არის. კარგით, რეკლამის დრო მოვიდა და რეკლამის შემდეგ ნახავთ სიუჟეტს, რომელსაც წარვადგენ კიდეც ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც სასჯელთა ახსნილების დაწესებულება პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. ბიზნესზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს და იმ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებიც მისი ბიზნესის წარქმნელობაში უშუალოდ მონაწილეობდნენ. ბაკურ კიღურაძის ბიზნეს ისტორია ნახეთ დადუ კაკაბაძის და მიხეილ ხუცისვილის სიუჟეტში. ამ სიუჟეტს თქვენი ხილავთ რეკლამის შემდეგ და უკვე სიუჟეტი რომ დამთავრდება, ჩვენი სტუმრები იქნებიან მათ შორის ბაკურ კიღურაძე, ემზარ ჭერნარი და ირაკლი ლეკვინაძე. დაგულოთ. ფაღარათი, მუცლის შებერილობა, დისკომფორტი, ეს შემაწუხებელი ზარები დისბაქტერიოზის ნიშნებია. ასეთ შემთხვევაში ლინექსი მირჩიეს. გაიარეთ მკურნალობის სრული კურსი ლინექსით. ლინექსის სიმპტომებს კი არ შლის, არამედ მკურნალობს ფაღარათს დისბაქტერიოზის დროს. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. ყველა ბაურს სხვადასხვანაირ პოზაში ძინავს. მაგრამ ყველას სჭირდება მთელი ღამე ტკბილად ძილი. ამიტომაც Pampers Active Babies სითხის ჩამკეტი დამატებითი შრეგა აჩნია, რომელიც შეიწევს სისველეს ძალიან სწრაფად და კეტავს მას საფენის შიგნით. მთელი ღამით დაცვა გამოჟონვისგან 12 საათამდე. ყველა პოზაში ბედნიერი ძილისთვის. Pampers Active Baby. ერთი პამპერსი უდრის ერთ მშრალ ღამეს. კვირა დღე მაგთისთან ერთად. ისაუბრეთ კვირას უფასოდ და ულიმიტოდ. აქციაში ჩასართავად მაგთის ბალის და ბანის აბონენტებმა აკრიფეთ ფიფქი 132 დიეზი და ოკეი. კვირა მაგთის დღეა. რა თქმა უნდა, ყველა ქალს აქვს საიდუმლო თმის მოცულობისთვის. სიურპრიზი! რას აკეთებთ, რომ თქვენს თმას მოცულობა შეძინოთ? დიდი პრობლემაა. მე ვიყენებ თვის დამხვევს. მე ვხრი აი ასე. ასე? დიახ. თუ კი გეტყვით, რომ თქვენ შეგიძლიათ შეძინოთ თქვენ თმას მოცულობა ერთ დაბანაზე, დამიჯერებდით? თქვენ შეგიძლიათ ცადოთ, მაგრამ არა მგონია. ქუჩაში? აქ, დიახ. თავს როგორ გრძნობთ? მე ყვავილების სურნელს ვგრძნობ. თქვენ მზად ხართ ნახოთ შედეგი? ო, მშვენიერია. შესანიშნავია. თავად სცადეთ. Wash and go. თავბრუდამხვევი მოცულობა. სიახლე მაგთიპიქსისგან. ისაუბრეთ მაგთიპიქსიდან მაგთიპიქსზე შეუზღუდავად. 0 თეთრად. ტარიფის ჩასართავად დარეგეთ ფიფქი 000. მაგთიპიქსი. კავშირი ყველასთვის. იგრძენით ტკივილი გულმკერდის არეში. არ დაკარგოთ დრო. გამოიძახეთ კარდიოლოგიური სასწრაფო დახმარება გული. ტელეფონი 294 0011.
ნიკი არველაძე შპს ეკოთერმის დირექტორი, დავით ბეგიაშვილი კომპანია ვაკე ხუთის და ალბატროს ჯგუფის დამფუძნებელი, ბაკურ კიღურაძე კომპანია ნიბა ინვესტი, ადნან აქიარი შპს ქარას დირექტორი, რუსლან გალოგრე შპს ელექტროსტანდარტის დირექტორი, თადეუს გეგელია შპს მთაწმინდის პარკის პროექტის მენეჯერი, აბდურაჰმან სეზგინი შპს გამა ინტერპრაიზის დამფუძნებელი დირექტორი, თეიმურა სიორიძე შპს სიორიძე დირექტორი, ივანე ფიფია შპს ნილოს დირექტორი, ანზორ ქოქოლაძე შპს გეო ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნუგზარ ქურცაძე შპს მოდინახეს დირექტორი, გოჩა ზასოხოვი ბრალდებული აგარის შაქრის ქარხანა ვაშლის გადამამუშავებელი კომბინატი ქიბარ-ხალვაში არტი ჯგუფის დამფუძნებელი. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ბიზნესმენთა 157-იან კაციანი სიიდან, რომლებიც ბოლო წლებში სხვადასხვა ბრალდებით გაასამართლეს და ბიზნესები ჩამოართვეს. ეს ინფორმაცია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე უფლებადამცველთა საინიციატივო ჯგუფმა ბიზნესმენების საქართველოში თავისუფალი ბიზნესისთვის გამოაქვეყნა. ამ სიაში მოხდა შპს უტას გენერალური დირექტორი და ორგანიზაცია გლობალიზაციის შემსწავლელი საერთაშორისო ინსტიტუტის დამფუძნებელი ბაკურ კიღურაძეც, რომელიც 2010 წლის 13 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბაკურ კიღურაძემ სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში 2 წელიწადზე მეტი გაატარა და ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა. ბიზნესმენსა და ყოფილ ხელისუფლებას შორის დავის საგანი არაერთი ბიზნესი გახდა. 90-იანი წლების ბოლოს კიღურაძის კუთვნილმა კომპანიამ შპს უტამ კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით ანსამბლ ერისიონთან ხელშეკრულება გააფორმა რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფიცერთა სახლის ქირავნობასთან დაკავშირებით, რომლის კაპიტალური რემონტიც კომპანიამ საკუთარი სახსრებით გააკეთა. თუმცა მოგვიანებით შპს უტას კუთვნილი ქონება გასხვისდა და ეკონომიკის სამინისტრომ ის ძმებ ბეჟუაშვილებს მიჰყიდა. ეკონომიკის სამინისტრომ ეს ობიექტი ბეჟუაშვილებს მიყიდა. ჩვეულებრივად ამ ხელშეკრულებაში უნდა დაფიქსირებულიყო ალბათ, რომ არის ვალდებულებები დაკავშირებული იმ ინვესტიციებთან, რომელმაც ეს შენობა გრევას გადაარჩინა. რაც ჩვენსა და სამინისტროს ხელშეკრულებაში უკვე ჩადებული იყო და მოიაზრებოდა, მაგრამ ამას ყველაფერს იგნორირება გაუკეთეს და ყველაფერი ყირაზე დაგვიყენეს. ჩვენ კიდევ 10 წელი მისი განხილვებლები უნდა ყოფილიყო. დღევანდელი შეფასებებით ზიანი, რომელიც მოგვადგა რამოდენიმე მილიონი. ბაკურ კიღურაძეს პრობლემა შეექმნა პეტრიაშვილის ნომერ 6-ში განხორციელებული სამუშაოების გამოც. 1995 წელს ბიზნესმენმა ტანვარჯიშის ოლიმპიურ სკოლასთან მდებარე 2200 კვადრატული მეტრის ფართობის მიწა მშენებლობის უფლებით მერიისგან იყიდა, სადაც საცხოვრებელი ტიპის შენობები უნდა ყოფილიყო. ამასთან კომპანია ვალდებულებას იღებდა სკოლისთვის სავარჯიშო დარბაზის აშენებასა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფაზე. თუმცა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2005 წელს კიღურაძე პროკურატურაში დაიბარეს და მისი დაკავების შესახებ ორდერი გამოწერეს. ბიზნესმენის განცხადებით კუთვნილი ქონება მას იძულების წესით ნოტარიულად დედაქალაქის მერიის სახელზე გადააფორმებინეს. 2005 წელში ქალაქის პროკურატურაში დაგვიბარეს, მაშინ პროკურორი ბატონი ღვინიაშვილი გახდა, დღეს დეპუტატი რომ ბრძანდება და ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ჩემი დაკავების ორდერიც კი გამოწერა. პირობით იმ დღეს გამანთავისუფლეს, მაგრამ იმ პირობით ოფიცერი კი მიწის ნაკვეთს უკან დავაბრუნებდი და ჩავაბარებდი და მართლაც ნოტარიულად მერე მუნიციპალიტეტის სახელზე გადამაფორმებინეს. რამდენიმე ხანში ამ სპორტსკოლიანად, რომელიც გვერდზეა ბეჟუაშვილებს მიიღეს. თანხა, რომელიც ჩვენ დავხარჯეთ, არ იყო დიდი უდონობის, დაახლოებით $100,000-მდე, რომელიც დაიხარჯა მის მშენებლობაზე, მაგრამ თვითონ ფორმა იყო, იცით, არა ჯანსაღი, ურთიერთობის სახელმწიფოსთან ამ შემთხვევაში ძალადობა. 2000 წელს დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ბაკურ კიღურაძის კომპანიამ სამსართულიანი თანამედროვე მინის შენობა ააშენა, სადაც სავაჭრო ობიექტები და ღია კაფე იყო განთავსებული. კიღურაძის განმარტებით 2005 წელს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დედაქალაქის მერის გიგი უგულავას უშუალო დავალებით შენობა ბულდოზერებით დაანგრიეს. ბიზნესმენმა სასამართლოს მიმართა, თუმცა როგორც კიღურაძე განმარტავს, სასამართლომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო. შენობა 2005 წელს უგულავას უშუალო დავალებით ყოველგვარი წინსწრების, შეთანხმებების, ადმინისტრაციული აქტის გამოშვების გარეშე მოვიდნენ და ექსკავატორებით, ბულდოზერებით ბოლოდნელად დაანგრიეს. სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ კანონურებას უნდა ადგილი, მაგრამ კომპენსაცია ისეთი იმდენად სასაცილო იყო, რომ დღეს ეს სტრასბურგის სასამართლო იხილავს. 400 კვადრატული მეტრისათვის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 70,000 ეს არის რამდენი მოადგა კომპანიას? დაახლოებით $1,300,000.
2006-2007 წლებში ბაკურ კიღურაძემ პარტნიორებთან ერთად მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოში პირველად მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრისა და დაახლოებით 200 მეტრიანი ნაგებობის მშენებლობა დაიწყო, რომლის გახსნას საქართველოს პრეზიდენტიც ესწრებოდა. ქართველი ბიზნესმენების შეთავაზებით მოგვიანებით ამ პროექტით თურქული კომპანია თურქმოლი დაინტერესდა, რომელიც საქართველოში 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავდა. შესაბამისი წერილი თურქმა ბიზნესმენებმა საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გამოგზავნეს, რის შემდეგაც კიღურაძის განმარტებით მათ პროექტთან მიმართებაში მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ უცებ აღმოჩნდა, რომ ამ ჩვენს თურქ პარტნიორებთან ჩვენგან დამოუკიდებლად, ესე იგი, ჩავიდა სტამბოლში არა ოფიციალური ვიზიტით, არამედ კერძო ვიზიტით. პრეზიდენტი პირადად, ეს იყო 2010 წლის იანვარი. დაათვალიერა მათი ეს აშენებული 500,000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრი დარჩა აღფრთოვანებული და მოვლენები ისე განვითარდა, რომ ესე იგი თურქმოლის ინტერესები პრეზიდენტის დაჟინებული მითითებით გადათამაშებული იქნა თბილისი მოლის მშენებლობას. და თურქმოლი გადავიდა მის მართვაზე და მისი მშენებლობის დასრულებაზე. აქ იკვეთება უკვე ბატონი ადეიშვილის, ბატონი სააკაშვილის, ბატონი მერაბიშვილის აქტიური როლი და ინტერესები, რამე თუ თბილისი მოლი ეს არის მათი საკუთრება, იქ არანაირი რაკინი და არაბული და ასეთი რაღაცები, ეს არის ფსევდო მოგონილი რაღაცა თემები, რეალურად ეს მათი კონტროლის ქვეშ ყოფი კომპანია და მათი კონტროლის ქვეშ ყოფნი ინტერესებია. საკუთარი დაკავების ერთ-ერთ მიზეზად ბიზნესმენი თაბუკაშვილის ქუჩა 27-ში არსებულ მიწის ნაკვეთსა და საოფისე ფარც ასახელებს. ამ ტერიტორიაზე კომპანიამ ინვესტიციის სახით 3 მილიონი ჩადო, თუმცა ბიზნესმენის განმარტებით დღეს მათი კუთვნილი ქონების დაახლოებით 40% აღარ არსებობს. სადაო გახდა ასევე დარჩენილი ქონებაც, რომელიც დღეს კომპანიის ბალანსზე აღარ ირიცხება. ტერიტორიას 91 წლიდან ვფლობდით ამ შენობა ნაგებობებს. შემდეგ ჯერ იყო ქირავნობის იჯარის ხელშეკრულებით, ბოლოს საკუთრების უფლებით და თანხაც გადახდილი ჰქონდა მეტობით, ვიდრე სახელმწიფო ვალდებულებები ითვალისწინებდა. მაგრამ მიუხედავად ამისა არაფერში ჩაგვითვალეს სულ ყველაფერი და აი ესე ჩამოგვართვეს და ესე იგი დაანგრიეს. უფრო მეტიც ის რაც დარჩენილია, ისიც სადაოდ გაგვიხადეს და შენობა საერთოდ ჩამოგვართვეს. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ოფისთან დაკავშირებით სასჯელ ახსრულების დაწესებულებაში ყოფნის დროს ბაკურ კიღურაძესთან ვანო მერაბიშვილისა და ამირან მესხელის სახელით ამ საქმის გამომძიებელი მივიდა და მაშინდელი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომა აღიარა. როგორც ბიზნესმენი განმარტავს, მან გამომძიებელს მომხდარი საჯაროდ განმარტება და თაბუკაშვილზე არსებული ქონებიდან დარჩენილი ოფისის დაბრუნება მოსთხოვა. რაზეც ბიზნესმენს საბოლოო ჯამში უარი ეთქვა. უკვე გათავისუფლებულმა პოლიტპატიმარმა ბიზნესმენმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა. მისი ინფორმაციით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები დელისის მეტროსთან შეჩერებული სამუშაოებისა და თაბუკაშვილის ქუჩაზე არსებული ფართის შესახებ მიმდინარეობს. მაშასე გადაცემა ცხელი ხაზი დაბრუნდა ეთერში. ჩვენ ვსაუბრობთ ქართული ბიზნესის ბედის შესახებ, საქართველოში როგორია ბიზნესის და ბიზნესმენების ბედი. გადაცემაში ცხელი ხაზი ამ თემაზე ჩვენი სტუმრები არიან ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტპატიმარი ბაკურ კიღურაძე და ექსპერტები ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია და ირაკლი ლეკვინაძე. მოგესალმებით. გამარჯობათ. ბატონ ბაკურ, თქვენგან დავიწყებთ. თქვენი ისტორია საკმაოდ დაწვრილებით იყო სიუჟეტში მოთხრობილი, თუმცა იქნებ ამ ისტორიას ორი სიტყვით ისევ შევეხოთ. თავარი რამაც განაპირობა ის, რომ თქვენ ასე მოგექცენ. ეს იყო რაღაც მიზანმიმართული პოლიტიკა ხელისუფლების, რომელიც ბიზნესის მიმართ ხორციელდებოდა ზოგადად, თუ უბრალოდ თქვენ აღმოჩნდით რაღაც ინტერესების გადაკვეთაში და ამის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესო კითხვა დასვით. მე ვფიქრობ, ეს იყო მიზანმიმართული პოლიტიკა. პერსონალური ინტერესები ნამდვილად არ ყოფილა. რამდენადაც არანაირი შეხება არასოდეს მათთან არ მქონია. აქ იყო ცალსახად გამოკვეთილი იდეა სივრცის ფლობის შესახებ. ანუ ამ სივრცეში უნდა ყოფილიყო მხოლოდ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები. სხვა ამ სივრცეში არ მოიაზრებოდა. დანარჩენები უნდა გაკოტრებულიყვნენ, გამქრალიყვნენ და ესე იგი მოსვარიყვნენ ამ სივრცეში. დაშვება გქონდათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომელიც მათი მხრიდან კონტროლდებოდა. აი ეს იყო შინაარსი.
ეს ხელწერასაც ეთყობა და არსებულ ბიზნესაც ეთყობა. თუ კი რამე შერჩა და თუ კი რამე მუშაობდა, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც მათ ისინი აკონტროლებდნენ პირადად. გასაგებია, თქვენ რას ფიქრობთ, რა იყო ეს პოლიტიკა იყო ასეთი, თუ უბრალოდ მათ ჰქონდათ რაღაც კონკრეტულ ბიზნესმენებთან ეს პრობლემები? არა, მე უფრო ვფიქრობ, რომ იყო მართლობის სტილი, როცა ლაპარაკია ეკონომისტების ენაზე რომ ლაპარაკობთ, სახელმწიფო კაცილებით უფრო ღრმად და პერსონალურად ერევა ბიზნესში, როცა წვითავს თქვა მართლობითი ნაწილი, როგორი შუქი უნდა იყოს, როგორი ქუჩა, როგორი სახლი, როგორი ბიზნესი და იმართება ზევიდან ქვევით ვერტიკალში, ამას რაღაც გარკვეული შედეგით მოყვება რაღაც შენობას ვაკეთებ, კიდევ ვაკეთებ, მაგრამ არ არსებობს რეალურად ბიზნესი ქვეყანაში, არსებობს ერთიანი ვერტიკალში გეგმიური მართვა, რა სიტყვას დავარქვა და 5 წელს თუ 8 წელს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ყველაფერი ერთი ადგილიდან ივეგრევა, თქო, ბათუმის ქუჩაში როგორი განათება უნდა იყოს, თბილისში როგორი ხიდი, როგორი ფერი, როგორი ბალვერკი, როგორი საფუძველი და ეს დიზაინი და მოყოლებული დამთავრებული მარტობით და მთლიანად ბიზნესით, რომ პოლიტიკის ნაწილში გადაჯაჭვული არ ერთება, მოდით ჯერ კიდევ ვაკეველი და რომ თუ ბიზნესმენი არის სერიოზული და წონიანი, საშიში აქვს პოლიტიკურად, ის უკვე პოლიტიკა აქტიურად და აქედან გამომდინარე ტოტალური მიზანი არის ყველა ძლიერი და რეალურად მომგებიანი ბიზნესი უნდა იყოს პოლიტიკის და პოლიტიკის ქვეშ. ასე გადამწყვეტი თეორია. ამ თეორიას სოფლიოში ბევრი ქვეყანაში ახორციელებენ, ძალიან ხშირად ვხვდები და ბუნებრივია ამის ნაწილი იყო ზოგადად საქართველოში ხდებოდა და დღეს არსებობს ფაქტი სახეზეა და ამიტომ ეს ამის გაყოფა რომ ბიზნესი ეს ასია და პოლიტიკა ეს გამორიცხულია და მისი უშუალო ნაწილი და განხორციელების მეთოდები და ეს გავს იმ არსებულ პრაქტიკას სოფლიოში რომელიც გვაქვს ჩვენ. ამას ქვია ეკონომიკის ახალისება თავისებურად, თუმცა ეს არის შერწყმული, ერთი მონოლითად ქცეული პოლიტიკა და ბიზნესი, რომელიც უკვე არც კი იმიჯნება არანაირად. კარგად, ეს იყო ყველამ ვიცით, რომ აი ბიზნესმენებს ძალიან ურტყავდა, ვინც ძალიან ურჩობდა ზოგს გააქცევდნენ, ზოგს ციხეში იჭერდნენ აგერებში მაგალითად. ეს თემაც ამოვწუროთ, აქ იყო ბატონო აკუსტინო გითხრა ადეიაკლისას, ასეთ შეხედულება თავიდან, როდესაც მოვიდნენ ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომ ბევრ ბიზნესმენს ეს კერძო გონება ჰქონდა შევარდნაძის ქრთამით უკანონოდ და ასე შემდეგ ხელში ჩაგდებული და სამართლიანი იყო, შეიძლება სამართლებრივი არა, მაგრამ სამართლიანი იყო მათთვის ასევე თუნდაც უკანონოდ ხელში ჩაგდებული ქონების წარქმევა და აი იგივე რიყესთან დაკავშირებით რა ისტორიაც იყო, ხო, იქ რესტორნები და ამგვარად ისინი კულუარულად ცეხა უკანონო და უკანონოდ ქონდა ეს ყველაფერი ხელში ჩაგდებული. ძალიან ბევრი ბიზნესმენი ვინც თქვენ სიაში ჩამოთვალეთ, ეს არის მათი ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი. კიბერხალაში ასე თუ იყო თუ ისე. კიბერხალაში პირველ წლებში რაც ხდებოდა. ანუ ბევრი ადამიანი მათთან თანამშრომლობდა, იყო აბსოლუტურად საკმაოდ ისეთი წინა პლანზე წამოწეული და ანუ ეს არ არის აღარ ესეთი დროში გაწელილი ისტორია და სიტუაცია, ან რაღაც სხვა მართველების დროიდან ამოტივტივებული ადამიანები, ისინი თქვა არ მინდა და უხერხულად იქნება თქვა დავასაყროთ ადამიანები, რომელიც შევარდნაძის ეპოქაში იყვნენ ბიზნესმენები, ისინი საერთოდ არ ჩანდნენ ამ ეპოქაში და საერთოდ არ ჩეხებიან, არც არიან ასპარეზზე, ხო? ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს იქნებოდა თქვა გუშინდელი თუ გუშინწინდელი, იყო იდეა რაც მე თქვი, რომ პოლიტიკა და ბიზნესი რეალურად იყო ერთი განუყოფელი ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც ბიზნესმენი წარმატებული ხდება, ეს უკვე არის პოლიტიკის ნაწილი ორგანო. აჩერა რიყეს ეს საერთოდ სხვა თემა, მე მგონი სხვაგან წავედით, იმიტომ რომ რიყე არ არის უბრალოდ თემა იმისი, რომ ბიზნეს ვიღაცა ჩაერია, ლაპარაკია სირცუნათზე, რაც ბატონო ზანა ჩვენ მოხსენებდა და ვეღარ ვითდება რომ ბატონი გიყურა საკითხის და რიყის საკითხი სირცუნად ერთმანეთს უტოლდება.